იმის გამო რომ მდინარე ვერეს ხეობას აქვს ფართო წყალშემკრები, დიდი მანძილი ისე შეიძლება წყალი შეგროვდეს და შემდეგ ის შემოვიდეს, იმის გამო რომ ჩახერგილი მონაკვეთები ჯერ ბოლომდე გასუფთავებული არ არის, იმის გამო რომ ხეობის გაშლილ მონაკვეთზე თბილისის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა მოხალისეც, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ტექნიკა, მაშველები, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეს იყო სიფრთხილის ზომა, ხოლო რაც შეეხება სტიქიის გამეორების ალბათობას, ეს პროგნოზი ჩვენ არ ქონია და არც ხვალისთვის არ გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალ ნალექს პრინციპში არ ველოდებით, რომ იქნება მაღალი ტემპერატურა სიცხე. კარგით, თქვენ ხეობა ახსენეთ, რა დონეზე მოასწარით ამ ეტაპზე ხეობის გაწმენდა, რომ ხეობამ მოახერხოს წყლის გატარება ისე, რომ არ შეექმნას მოსახლეობას და იქ მიმდებარე ტერიტორიას პრობლემა? შეიძლება ითქვას, ხა ზუსტად პროცენტულად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ საკმაოდ გრძელი მონაკვეთია, სვანეთის ქუჩიდან დაწყებული ზოოპარკამდე ტერიტორიის ჩათვლით. მოგეხსენებათ, რომ ფრონტი ძალიან ინტენსიური იყო. დღესაც იმ მონაკვეთზე, სადაც მე ვიმყოფებოდი, ალბათ 1000 ადამიანი მაინც მუშაობდა, ხოლო ტექნიკა ასევე ძალიან ბევრი იყო. მე ვარაუდობ, რომ ნახევარზე მეტი გაწმენდილია. აქ პრობლემა იმაშია, რომ მდინარეს აქვს კალაპოტის ასიარულოდ, უბრალოდ ძალიან ბევრია ჩახერგილი ხე მასალა, რომელსაც შესაბამისი დამუშავება და გატანაჭირდება ტერიტორიიდან, რაც საკმაოდ დიდ დროს ითხოვს, გარდა იმისა, რომ მოხალისეები აქტიურად მუშაობენ, ტექნიკა შეიძლება ვერ მიუდგეს ამ ადგილებს და გზის გაყვანა არის ხოლმე საჭირო. დღეს მაგალითად ასეთი საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა იყო, ექსკავატორები მუშაობდნენ, რომ გზა მისადგომი გამختارიყო და გამოგვეტანა ხე და ასევე ის შლამი, რომელიც მდინარეს არ აძლევს თავისუფალი მოძრაობის საშუალებას. ყოველ შემთხვევაში ის მოსალოდნელი ნალექი, რაც იყო, შეიძლება ითქვას, რომ გაივლის კალაპოტში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დაუშვით ალბათობა საფრთხის გინდაც მინიმალური საფრთხისა და შესაბამისად ამიტომაც შევაჩერეთ საღამოს საათებში მუშაობა. კი ბატონო, მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ წვიმა არც ისე უხვი იქნება და არ დააზარალებს ჩვენს ქალაქს კიდევ ერთხელ. სპეციალისტების რეკომენდაცია არსებობს, რომ საგზაო მოძრაობის აღდგენამდე უნდა შემოწმდეს ვარაზის ხევის ქვეშ არსებული მდგომარეობა და გმირთა მოედანზე ესტაკადის მდგომარეობაც. ეთანხმებით სპეციალისტებს, რომ ვიდრე მათი დასკვნა არ დაიდება, მოძრაობა არც თუ ისე უსაფრთხო იქნება. არათუ ვეთანხმები და ვიზიარებ, არამედ ვიცი, ინფორმირებული ვარ, რომ ასეთი შემოწმება უკვე ჩატარებულია. შემოწმებულია ესტაკადის საყრდენები, მთლიანად ესტაკადის კონსტრუქცია და რამდენადაც მე ინფორმირებული ვარ, მდგრადობას არანაირი პრობლემა არ აქვს. ასევე შემოწმებულია მდინარის ორივე კალაპოტის ორივე მხარეს საცხოვრებელი სახლები, სარდაფები, საყრდენები და ასევე ვიცით, რომ აქაც საფრთხე არ არსებობს. ასე რომ სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა, ჩემი ინფორმაციით, დასაშვებია, მისაღებია და აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა, გიგლა აგულაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. იმედი თბილისისთვის ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტები სტიქით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ერთიანდებიან საქველმოქმედო გადაცემას ეკა ხოფერიას თოქ-შოუ იმედი ჟურნალისტებთან ერთად წარმოგიდგენ სატელეფონო ზარებითა და გადარიცხვებით შემოსული თანხა სტიქით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადაირიცხება. ანგარიშის ნომერს თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ. საქველმოქმედო გადაცემა იმედის ეთერში 4 შაბათს საღამოს 10 საათზე დაიწყება. ხაგი გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით. ზაფხულის ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 ტეტრად. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი. აბარა.
ეკოპიას შექმნისას ჩვენ ვფიქრობდით სტანდარტულ ჩარჩოებს მიღმა. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეს არის საბურავების ახალი სტანდარტი მთელ მსოფლიოში. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგეტა მოტორსის ცენტრებში. ვირუს შენ ძაგახა რა ვქნა ახლა მობილური დაგირეკო რომ მოგხედო ახლა აბა რომლის უნდა ამერიკო ორორის უნდა დიხარ ესენი ავსებენ ერთმანეთსა ავსებენ არა ამ ჯიბსა ორნევაში გაცლი მაი და პური გვაჭამე რა გინდა შენ ბოლობო და ერთი უნდა კონდეს და ნაღდი გაიგე მაგთი კავშირი თქვენ სამყაროსთან ჩიპსი ფრიქსი წარმოგიდგენთ ფრიკული გართობა ნომერი 24 კაღალდბურთი ფრიკული თამაშები Sides of Freaks Fun G ფრიქსი ვისაც უნდა თამაში ესპანური პასკვალე საწარმო წარმოგიდგენთ იოგურტებს ნებისმიერი გემოვნებისთვის, ბავშვებისათვის Yog Kids ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული უგემრიელესი იოგურტი, ნაკლებს ხიმიანი ან უცხიმო იოგურტი მათთვის, ვინც ცდილობს მუდმივად ფორმაში იყოს. ნაღებიანი, ნოყიერი და გემრიელი იოგურტი შეუცვლელია, როცა გშია და გინდა მიიღო ნატურალური და ჯანსაღი საკვები. გასინჯეთ პასკვალეს უგემრიელესი იოგურტები სხვადასხვა ხილის გემოთი. პასკვალეს იოგურტები ჯანმრთელობა და სიამოვნება მთელი ოჯახისათვის. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ქედნების ფრთებით ნახატი. კლდეში რომ ხევი იწყება მყინვარის გამონახადი, ლექსების ცხრემლად იღორება ნაკადულების რაკრაკი, როცა მზე შუბლზე იხრება როგორც დაისის არაკი, ლახსამკაულად ლივლივებს ჩემი სამშობლოს ფერები, სევდაშიც შენით ვილხინებ, სიმღერად დავიწერები. ახლა უკვე ლუდი მთიელი იხარშება ქართული ველური სვიის გამოყენებით. Pabukit somis დასამზადებლად ვიყენებთ მაღალი ხარისხის ფქვილსა და კარაქს, რათა ორცხობილა ისეთი გემრიელი გამოვიდეს, როგორიც ჩვენ გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ვანილი უფრო გიყვართ, შოკოლადი თუ კრემ-ბრიულე, რადგან რბილ და ხრაშუნა ორცხობილაში სამივე ძალიან გემრიელი. ნაყინი სენდვიჩი, სიგრილე, რომელიც გათბობს. წყალი მომწყურდა, რაღაც ხმა მომისმა ესოდან. ტელევიზორი გამორთე. Prostamol Uno. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. Prostamol Uno. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ეკოპიას შექმნისას ჩვენ ვფიქრობდით სტანდარტულ ჩარჩოებს მიღმა. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეს არის საბურავების ახალი სტანდარტი მთელ მსოფლიოში. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგეტა მოტორსის ცენტრებში. წარმოუდგენლად მძლავრი smartphone P90, ბატარეის სიმძლავრე 4000 მAh, პროცესორი Intel Atom, Lenovo P90. პატარას მუცელი აწუხებს, მიეცით ესპუმიზანი. ესპუმიზანი მოქმედებს სწრაფად და სათუთად. ხმაურიან და შებერილ მუცელს ესპუმიზანი უშველის უცებ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მაგთის ოფისებში შეიძინე 4G მოწყობილობები, 4G USB მოდემი 105 ლარად, 4G უსადენო Wi-Fi მოდემი თვეში 16 ლარიდან და მიიღე საჩუქრები 1000 მეგაბაიტი და 20%-იანი ფასდაკლება ინტერნეტ პაკეტებზე პორტალიდან MyMakti მთელი ზაფხულის განმავლობაში. უპრეცედენტო აქცია არქიჯგუფისგან 10 წლიანი 10%-იანი განლადება არქიჯგუფის ნებისმიერ პროექტში. არქიჯგუფი, შენი ევროპული სახლი. ახალი ყაზბენი ლუც მიზეზე არ სჭირდება. საღამოს გასართობი გადაცემების წამდგენია მაგთი, შეიძინე 4G მოდემები და მიიღე საჩუქრები 1000 მეგაბაიტი და 20%-იანი ფასდაკლება ინტერნეტ პაკეტებზე პორტალიდან mymakti.com. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია.
საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია თოლია საოჯახო. შექმენი, შენი ნაყინი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია სიახლე ნატახტარისგან. დააგემოვნეთ ახალი და განუმეორებელი ლიმონათი, ლიმონი პიტნით. ეს არის ქრონიკა 8-ზე ზუსტად 9 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის ხდომა დაიწყება. ჩვენს ხდომას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, მანამდე სხვა სიახლეებს გაგაცნობთ. 13 ივნისის ღამიდან დღემდე განსაკუთრებული დატვირთვით სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. სტიქიის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი სწორედ მაშველია, რომელიც წყალდიდობაში მოყოლილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულები დღეს თავად იხსენებენ თუ რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ტრაგედიის ღამეს. სწრაფად მოვარდნილმა წყალმა, მეწყერმა და მეტეო პირობებმა სამუშაოები გაართულა. ქეთი ბოჯგუა შეხვდა მაშველებს და გიამბობთ, რა ასწავლა სტიქიამ იმ სამსახურებს, რომელთა ხელშია მოქალაქეთა უსაფრთხოება. ქუჩაზე, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგების განასუფთავებს, მანუჩარ ინჯგიამ 13 ივნისის ღამეს 7 ადამიანი გადაარჩინა. სამაგრელოზე მოსვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ლეიტენანტი სვანიძის ქუჩაზე სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც მეზობლად მდებარე სახლებში წყალი შევარდა. ზედა სართულზე იყო, უკვე მეორე სართულზე ასული და უკვე ისე რეშოტკები არ ქონდა რა და შევამტვრიე და ისე შევედი შიგნით, რომ მოხუცი ქალბატონი იყო და რომ გამოვიყვანეთ, მე თქვა რომ შიგნით ბავშვები იყო რა, მეორე იმაზე რა ოთახზე. შევედი და ეს ბავშვებიც გამოვიყვანეთ რა. მანუჩარ ინჯგიას გარდა 13 ივნისის ღამეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას 165 პროფესიონალი მაშველი ცდილობდა. ოფიციალური ინფორმაციით მათ სტიქიის ზონიდან 450 მოქალაქის გამოყვანა შეძლეს. მუშაობდნენ ნავებით, სახანძრო და სამაშველო მანქანებით. შეიძლებოდა თუ არა მეტის გაკეთება. ამ კითხვაზე პასუხისას საგანგებო სიტუაციების სამსახურში დღეს რამდენიმე გამოწვევაზე საუბრობენ. ჰამრაზ ჟამერაშვილი 12 წელია მაშველია და ამბობს, რომ მსგავსი სირთულის სტიქია არ ახსოვს. ყველა თანამშრომელი იყო სამსახურში, მაგრამ იმდენად უხვი ნალექი იყო და იმდენად ძლიერი წყალი იყო, რომ ამ დროს ფიზიკურად ნავით შესვლა გამორიცხულია. ძალიან ჩქარი დინება ჰქონდა. რაც მაქსიმალურად შევძელით, რაც ჰქონდა ჩვენ აღჭურვილობა სამაშველო მანქანებით, სახანძრო მანქანებით, მოვახერხეთ ხალხის ევაკუაცია. მოგესწრებათ, იცით, ამას შეეწირა ჩვენი ერთი თანამშრომელი მეხანდრე მაშველი. სტიქიის ღამეს არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ 112-შიც. სამსახურის 63 ოპერატორთან 3 საათში 12000 ზარი შევიდა, რამაც მათ მიღებაში შეფერხება გამოიწვია. გვირეკავდნენ მოსახლეობა, რომ დაიჭირეს თუ არა რომელიმე ცხოველი ან რაღაც ესეთ სახის ინფორმაციებზე და ზოგადი სახის ინფორმაციებზე, იგივე ამითთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გვირეკავენ, იმიტომ რომ ეს იწვევს უკვე გადატვირთულობას და იმ მოქალაქეს, რომელსაც რეალურად ჭირდება 112-ის დახმარება და რეალურად ჭირდება ჩვენ ცენტრთან კავშირი, უკვე ის ვეღარ ახერხებს. მოქალაქეთა მზადყოფნა სტიქიისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა, რაც სპეციალისტების აზრით 13 ივნისმა არჩვენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში მუშაობა ამ კუთხით უკვე დაწყებულია. მეხანძრე მაშველები ასწავლიან თუ როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია წყალდიდობის დროს, მიწისძვრის შემთხვევაში და ხანძრის შემთხვევაშიც. ცოდნის მიღების გარდა მოქალაქეებს სტიქიისას დროული გაფრთხილებაც სჭირდებათ, ფიქრობს გეოლოგი გიორგი გოცილიძე. მისი თქმით, საგანგებო შეტყობინებების სისტემა, რომელიც სხვა ქვეყნებშია დანერგილი, საქართველოშიც იმუშავებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი აღჭურვილობის სწორად დაყენების ან მუშაობის ის არის ასე თქვა ორგანიზებული მართვა, რასაც ქვია კატასტროფების მართვის პროცესი. სპეციალისტები საკუთარი რეკომენდაციების მიწოდებას ხელისუფლებისთვის უახლოეს მომავალში გეგმავენ. 13 ივნისის სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი მაშველი იყო. 300-ზე მეტი ადამიანის ცხოვრება სტიქიამ რამდენიმე წუთში შეცვალა. სტიქიას გადარჩენილებს გამოვლილ ტრაგედიაზე უემოციოდ საუბარი 2 დღის შემდეგაც უჭირთ. მათი დიდი ნაწილის მდგომარეობას მშობლიური სახკარის დაკარგვაც ამძიმებს. მართალია ყველა დაზარალებული თავშესაფარშია და მუდმივად მარაგდება საჭირო ნივთებითა და პროდუქტით, თუმცა ეს მათ მდგომარეობას სრულად ვერ ამსუბუქებს. დაზარალებულების სახლებში დაბრუნებას ისიც უშლის ხელს, რომ მათი სახლები ან ტალახითაა სავსე, ან განადგურებულია. ვერეს ხეობაში ჩიქოვანისა თუ სვანიძის ქუჩის მსხოვრებლებს დღეს ქეთი ბრაჭული შეხვდა. არაფერი აღარ არის, აბა, აღარც სპალნა, აღარც ის წიგნების მაგიდები ყო კედელზე დარჩნენ. 40 წლის მანძილზე შეგროვებული ქონება წყალმა წაიღო. მაყვალა კადალაევას კარმიდამოდან აღარაფერი დარჩა. ორსართულიანი სახლი მოვარდნილმა ნიაღვარმა მოგლიჯა და მთლიანად დაშალა.
ახლა ნასახლარად ქცეულ ეზოს ყოველ დღეს სტუმრობს და სახლის ნარჩენებში საკუთარი ნივთების პოვნას ცდილობს. აი ეს გადამჩენია სახლიდან. ეს ორი. თამუნა შარაშენიძე კადალაევას მეზობელია. სტიქია მისიც საცხოვრებლის გარეშე დატოვა. იქ თუ საერთოდ რამე არსებობდა 10 წუთში დაინგრა 10 წლის ცხოვრება. და ეს პიჟამას ამარა დავრჩით ქუჩაში. შარაშენიძე საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ გაანადგურა ადიდებულმა ვერემ მისი ქონება. ბავშვი მოგიდე ხელი და გავიქეთი ზემოთ ეზოში. ჩემო მეუღლე ცადა მანქანაში ჩამჯდარიყო. და როცა მანქანა ამოიყვანა და ჩვენ მანქანაში ჩავჯექით, ბავშვმა დაიწყო ტირილი, რომ ძაღლი გაუშვით, თორემ მე არ წამოვა. მეუღლე ისე ჩამბრუნდა, რომ ძაღლი აეშო. მე არაფერი არ მახსოვს. წამებით გამოვასწარით. მაკა ჭანკვეტაძე სახლიდან ბოლო წამს გამოვიდა. მისმა მეუღლემ ცოლის და შვილების გამოყვანა მოასწრო. უკან მამის საშუალად მიბრუნებულს კი სახლი წაღებული დახვდა. უყურებდით ზედა გზიდან როგორ წაიღო სახლი. და ბოლო ის იყო რომ დაგვირეკა ტელეფონზე ეს მოასწრო და გვემშვიდობა და თავის მეუღლეს უთხრა რომ ბავშვებს მიხედეთო. გვირაბამდე ცოცხალი იყო და შემდეგ უკვე გვირაბში სახლი ჩაევიდა წყალში. და იმის მერე ვეძებდით მიცვალებულს და გუშინ ნახეთ იპოვეს მზიურის ტერიტორიაზე. ეს ლალი ლოლაშვილია. მისი სახლი დანგრევას გადაურჩა, თუმცა საცხოვრებლად სახიფათოა. ახლა ისიც სასტუმროს ოთახში ცხოვრობს და სხვების მსგავსად 13 ივნისის ღამის გახსენება უჭირს. ხდებოდა საშინელება. ამის მოყოლა რაღაცა საშინელება იქ. ეს ტელევიზიის კადრები არ არის ის რაც არის. ცოცხლად რომ დაინახავ რომ ვიღაცა შველას გთხოვს და ვერ საცხოვრებლის გარეშე სტიქიამ 317 ადამიანი დატოვა. ყველაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანები მხოლოდ იმედით ცხოვრობენ და სჯერათ რომ რადგან სტიქიას ცოცხლები გადაურჩნენ, ახლა ახალი ცხოვრების დაწყებასაც შეძლებენ. ჩვენი და ყველა თაობის ბავშვების ქალაქი მზიური სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა. აღარ არსებობს არც დასასვენებელი ნაწილი, არც